დილამშვიდობისა მეგობრებო. ესე იგი, დღეს გადავუხვიეთ ჩვენ ქართულ ტრადიციულ კერძებს, ესე იგი, იმდენი ხარჩო და იმდენი ჩახოღბილი და ჩაკოზმილი და ამოლესილილობიო და რა ვიცი რა არ გავაკეთეთ. დღეს გავაკეთებ იტალიურ კერძს, მაკარონს გავაკეთებ ღორის ხორცით. იტალიელები ბევრ ხორცს კი არ უშვებიან, მარტო 2-3 ნაჭერ ხორცს მუშუშავენ ტომატში და მოასხამენ პასტას და დამთავრდა კონცერტი. მე იმდენი ხორცი უნდა დავჭრა, ახლა 2 კაცზე ვაკეთებ, რა თქმა უნდა, მიდადი და ჩემი იმდენი ხორცი უნდა დავჭრა, არ ვიცი, იტალიელები ამას ალბათ 4 ჭამაზე მაინც გაანაწილებდნენ. ხო და ეხლა გაჩვენებთ რაები მაქვს მომზადებული. ესე იგი, ეს ღორის ხორცი, ხახვი, ერთი არის სტაფილო, მეტი არ მქონდა, თორე სტაფილო კიდე შეიძლება, ნიორი და წიწაკა. ხავს იტალიელები ამას იხმარებენ ალბათ 1-4-5 ხმარაზე მაინც. იმიტომ რომ ცოტა ხავს ხმარობენ. ეს ტომატ პასტა არის ბაზილიკო და ეს მწვანეს არ უშვებიანი იტალიაში, მაგრამ მე ხა ცოტა ესა რა ქვია შევაქართულებ. ასეთი მაქვს. ეს ძალიან კაი ხარისხია, იტალიიდან აგზავნის შემიძლია. ასე რომ დღეს გვექნება იტალიური საჭმე. რო გავამზადებ, მერე გაჩვენებთ კიდე პროცესში როგორი გამოვიდა. ვიკებათ უნდა დავჭრათ ხორცი, მოდი დაანათენე და რა კაი ხარისხი. კაი კაცო, კაი შემეხვი ერთი დამანებდეთ. დედა, იყავი ცოტა მშვიდი ის გადამღები. მე მასე ნერვიულად რაპერ გამშვიდებ და გაწყნარებ და ლამაზად გამოიყურები და ასე ჟობი და ისე ჟობი და შენ ისა რა ქვია ნერვიულად დაიწყებდი. უმეცი ჩათული გაგმაგი ახლა. ხო მითხარი გამორთეო. ეიგერო ის გამორთო და ჯერსიო გამორთე. ეს ასე არის დაჭრილი ხორცი გამზადებული. ასე მოვისვით ხორცი კარგად. ხორცი ჩავისვით. სტაფილო დავაყაროთ. ეს არის ბაზილიკოიანი პომიდორი. სოუსი წმინდა ტექნიკ პომიდორები. პოლიც დავაყარეთ. ახლა გამოვხდა. დასიებული. ცოტა რა თქმა გიკმენა რამე. ესეც ასე გამოვიდა. ჩვენი მაკარონი 15 წუთში იქნება მზად. ასე დააბრიალა კასტროლები. დარეცხა. ვართ მოშიებული და ახლა მივირთმევთ ჩვენ მაკარონს. ასე დავაყარე მაკარონი. ახლა მოურევ კარგად. მე გაჩვენებ საბოლოოდ. Buon appetito tutti. ესეც ასე. გემრიელად მივთვით, რასაც მოამზადებთ.